მოგესალმებით. საღამო მშვიდობისა. 8 ოქტომბერია და ჩვენ გავდივართ ლაივში. კითხვები რამდენიმე ადამიანმა გამომიგზავნა პირადში, ამიტომ ამოვიწერე ესენი და გავცეთ პასუხი. ჯერ გავიგო სოფო ხედავ, დიდი მადლობა. კარგი. რა ხდება, ძალიან მალე ვიწყებთ ზრდის ფაქტორს 21 დღიან პროგრამას და გადავწყვიტე ლაივში გავსულიყავი, იმიტომ რომ ასე უფრო მეტისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია და ხმა, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს თავს გრძნობენ დისკომფორტში, ეძებენ გამოსავალს და უნდათ სიტუაციის შეცვლა და არიციან როგორ დაიწყონ, რა გააკეთონ, შეუძლიათ მოვიდნენ ზრდის ფაქტორში. ამიტომ გადააზიარეთ, ჩემი თხოვნა იქნება ეს ვიდეო, რაც შეიძლება მეტი ადამიანის პროფილში მოხვდეს და შეუდგნენ სულის ევოლუციას. იმიტომ რომ ჩვენ აქ არა ვართ მხოლოდ იმისთვის, რომ ვჭამოთ კიდევ რა ჩვეულებრივი სამიდეს პროგრამები ვახორციელებთ, სხვისი დაგეგმილი გეგმის მიხედვით ვიცხოვროთ, არამედ ვართ მისია გვაქვს, სულის ევოლუცია, სხეულის მიღმა ჩვენ ვართ ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ნაწილი და ეს არის სული. სული ამ გაჩერებაზე, დედამიწაზე ჩამოსულია, ერთ-ერთი გაჩერებაა სულისთვის დედამიწა. ჩვენ გონია, რომ დედამიწელები ვართ. ჩვენ გონია, რომ ეს ჩვენი პლანეტაა. სინამდვილეში ჩვენ კოსმიური სულები ვართ და ეს არის ერთ-ერთი გაჩერება. საერთოდ ყველაფერი ერთიანი სისტემა არის, რასაკვირველია და ყველაფერი ჩვენშია, მაგრამ ჩვენი სულიერი ზრდისთვის, რომელიც ღვთიურია, წარმოშობით ღვთიურია, მისთვის დედამიწა არის ბოლო გაჩერება ყველაზე დაბალი სიხშირეების და სწორედ იმიტომ ჩამოდის, რომ იმ პრობლემებში, რომელშიც იმყოფებით და რომელშიც თავს გრძნობთ არამშვიდად, უსიყვარულოდ, დისკომფორტში, მარტოსულად, განგეკითხავენ, ვერ გიგებენ, გწყინთ, ბრაზში ხართ და მსგავსი რაღაცები. ეს ყველაფერი მხოლოდ ემსახურება სულის ევოლუციას. მეც არაფერს. ეს ცნობიერება, რომელიც ეხლა ჩემშია და მომენტისთვის რა დონეზეც ვარ, არისო მარტივი ასასვლელი და მეც ზოგიერთი თქვენთაგანივით, რომელიც შეიძლება ეხლა ურთულეს მდგომარეობაში გონია თავი, ზუსტად ასევე ვიყავი წლების განმავლობაში. დაახლოებით 53-ის ვარ ეხლა, 12 წელია ჩემი ცნობიერება გადავიდა სულიერ სიღრმეებში და ნაბიჯ ყლუპობით ჩემთვის იხსნებოდა ახალი პორტალი, ახალი რეალობა, ახალი სივრცე, ახალი ინფორმაცია, რომელიც ყოველ ჯერზე აღფრთოვანებაში მოვყავდი და მაცნობიერებდა უფრო და უფრო იმ არცს და იმ საწყისხის, რისთვის და რატომ ვარ აქ. იმიტომ რომ როცა იბადება ადამიანი დაახლოებით 3-6, მაქსიმუმ 7 წლამდე პატარა არსება რო იბადება, ის ჯერ დედამიწელი მთლად არ არის. ანუ სულმა სხეული მიიღო, მაგრამ ის დიდი ნაწილი მაინც სულის მეხსიერებაა. მას კარგად ახსოვს, მას ლაპარაკი არ შეუძლია და
კარგად ახსოვს ვინ არის, საიდან არის და რისთვის არის აქ ჩამოსული. თუ მაგრამ ნახეთ რა ხდება. გამრუდებულია ჭეშმარიტებები და ბავშვის ადაპტირება ნელ-ნელა ხდება 3D დედამიწესეულ განზომილებაში. 3D დედამიწესეულ განზომილებაში. ნელ-ნელა უერთებენ პატარას 3D პროგრამებს. და ასწავლიან აქ ცხოვრების წესებს და ნელ-ნელა ის უკვე 7 წლისთვის მთლიანად ადაპტირებულია დედამიწის პროგრამებთან და მას ფიზიკური რეალობის შეგრძნება და მეხსიერება უფრო დიდი აქვს და მოცულობითი აქვს ვიდრე ის მეტას მდგომარეობა, რომლიდანაც ის ღვთიურობა, რომლიდანაც ის საერთოდ შიშვა და რომლის არსიც ზოგადად, რომლის არსაც თავიდან წარმოადგენს. ასე რომ ეს პატარაში ჩადებული დედამიწისეული პროგრამები ძირითადად განაპირობებენ მის ბედს, მის იღბალს. ძალიან ხშირი кейსები და მაგალითები მაქვს იმის ადამიანებთან მუშაობის დროს, რომ ვიხსენებთ დღევანდელ მოცემულ პრობლემაზე, რომ ვმუშაობთ, ხშირად გადავდივართ ბავშვობაში და კონკრეტულად ხდება იმ სიტუაციის გახსენება, სადაც პირველად ეს მოცემული მდგომარეობა, რასაც ეხლა განიცდის, სწორედ იქ ჩაპროგრამდა. ანუ ბავშვობაში. მაგალითად ძალიან ისეთი კარგი მაგალითები მაქვს. ბავშვი უკვე მოზრდილი ქალბატონი, რომელიც ემიგრაციაშია და იძულებული იყო ოჯახთან ერთად წასულიყო ბანკის კრედიტების გამო. იმიტომ რომ ბიზნესი წამოიწყო და ჩადებული სახლი, მოკლედ, ყველაფერი ეს დაიკარგა. და რო გავიხსენეთ ის შეგრძნებები, რას გრძნობდა ის, როდესაც ეს ყველაფერი დაკარგა, გრძნობდა იმ დანაშაულის გრძნობას და ძალიან ბევრ ისეთ რაღაცას, რომ ის არ მოიქცა სწორად, ის არის დამნაშავე და მსგავსი რაღაცა. აღმოვაჩინეთ ბავშვობაში, როდის იგრძნო მან ეს პირველად გავიხსენეთ, ტექნიკა გავაკეთეთ ფსიქოლოგიური და აღმოვაჩინეთ, რომ მის ბავშვობაში ერთხელ დედა წავიდა სამსახურში, დაუტოვა რაღაცა საზრუნავი, ნივთი და უთხრა, რომ აი წვიმა თუ წამოვა, ამას მიხედე და ბავშვმა ეს გაიგო პირდაპირ მნიშვნელობით, წიწილები დაუტოვა მოკლედ. ძალიან მნიშვნელოვანი кейსია ეს, როგორ მახსოვს. წიწილები დაუტოვა და უთხრა, რომ წვიმა თუ დაიწყო, მიხედეო და ბავშვმა იყო სადღაც 5-6 წლის და წვიმა მართლა წამოვიდა და ბავშვმა საბანი გადააფარა, დაიცვა, დაიფარა და რომ მოვიდნენ ეს წიწილები გაგუდული დახვდა დედას და ბავშვი შესაბამისად დაისაჯა. ნახეთ რა ხდება. როდესაც დიდობაში მაშინ ჩაიდო ის პროგრამა, რომ ის ცუდია, მან დააშავა, მან რაღაცა ისე არ გააკეთა, როგორც საჭირო იყო, არა და მისი ნდობა მას ენდნენ, მას ჩააბარეს და ზუსტად იგივე პროგრამა, ოღონდ სხვა სცენარით, რასაკვირველია ახლა. მაშინ წიწილები ჩააბარეს, უკვე ცხოვრება ჰქონდა ჩაბარებული თავის ხელში და აი ის ნახეთ სამყარო როგორ აირეკლავს ამ პროგრამებს იმისათვის, რომ გასუფთავდეს ემოცია, რომელიც მაშინ ჩაიდო ბავშვობაში, ანუ და ჩაიდო ფაროსნები გვყავს ძალიან ბევრი. ჩაიდო იმ დროს, როგორიც არის, რომ მან დააშავა, რომ ის ნაკლებად უყვართ ამის გამო, ეს ყველაფერი უნდა სადღაც გამჟღავნდეს, სადღაც ამოვიდეს დიდობაში და ეს სცენარებია, რომელიც მე დიდობაში გვევლინება ჩვენს დასამუშავებელ პროგრამებად. ამისათვის რა უნდა გავაკეთოთ, როგორ გავიდგოთ, რომ ჩვენი დღევანდელი პრობლემა წარმოადგენს სადღაც ბავშვობაში დარჩენილ ჩადებულ რაღაც გარკვეულ ალგორითმს, როგორ გავიგოთ, ამისათვის ყველა არ არის ასე, მაგრამ დიდი უმრავლესობა ასეა. იმიტომ რომ ნახეთ, მე დავიწყე სულით, რომელიც პატარა ბავშვში ჩავიდა და ნელ-ნელა უერთდებოდა 3D პრობლემურ, ანუ დედამიწა
ეს არის განზომილება, სადაც არის დესტრუქციული ენერგიები და ღვთიური ენერგიები, ორივე არის, ნახეთ, ორივე არის ამ დედამიწაზე და ჩვენ მოვდივართ დესტრუქციულ ენერგიების გადასატრანსფორმირებლად ღვთიურ ენერგიებში, რისთვის? იმისთვის, რომ სულმა დააგროვოს ღვთიური ენერგია, რომ შემდეგ ლეველზე გადავიდეს, შემდეგ საფეხურზე გადავიდეს. ანუ სულის არსებობის კიდევ სხვა განზომილებები არსებობს. დედამიწა, როგორც ვთქვი, ბოლო გაჩერებაა, სადაც ის სწავლობს უფრო მაღლა ასვლას და ეს არის ძალიან კარგი პლაცდარმი იმისათვის, რომ სულმა ეს განახორციელოს, იმიტომ რომ ასეთი კარგი პლაცდარმი არ არის კოსმოსში, ამიტომ დედამიწაზე სხეულს ის დროებით, როგორ ვთქვა, დროებით ხმარებაში ირჩევს სხეულს, ირჩევს გვარს, ქვეყანას დროებითში, რომ მის მატრიცულ ბედის მატრიცაში ჩაწერილი ყველა ის საკითხი დაამუშავოს დედამიწაზე და ასე გადავიდეს უფრო მაღალ სინათლეში, იმიტომ რომ ის მან წინაბედის მეხსიერებაში ჩაწერილი პროგრამებით ეს ვერ განახორციელა, თორე დედამიწაზე ვერ მოხდებოდა. უფრო მაღალი ცნობიერების არსება იქნებოდა. როგორც ანგელოზებია შემდეგი საფეხური და კიდევ შემდეგი და შემდეგი. ამიტომ ჩვენ რომ პრობლემა გვაქვს, ან თქვენ რომ წერთ, რომ აი ეს პრობლემა მაქვს, ის პრობლემა მაქვს, იქ მაგალითად ოჯახში ასეთი სიტუაცია მაქვს და რა გავაკეთო, ან სამსახურში ასეთი სიტუაცია, მეზობელთან ასეთი სიტუაცია, ყოველთვის ყველგან რაღაცა სიტუაცია, რატო? იმიტომ რომ ჩვენ შეგვაძენინოს სიყვარულის, უფრო მეტი სიყვარულის უნარი. შეგვაძენინოს რაღაც ეტაპზე მიმღებლობა, პატიება, მადლიერება გვასწავლოს სიტუაციების ისე მიღება, როგორც გაკვეთილის და ეს პრობლემები სულ გვექნება, მანამ ჩვენ ცხოვრებაში არსებულ რაღაც გარკვეულ წინააღმდეგობებს აღვიქვამთ როგორც პრობლემას, ჩიხს და გამოვვალ მდგომარეობას, იმიტომ რომ უნარები სანამ არ შევიძენთ აქედან გამოსulis მის მოგვარების, როგორც მათემატიკაში მაგალითად. პირველი კლასის მათემატიკა სხვა სირთულისაა, მეორე სხვა სირთულისაა და ასე შემდეგ, სხვადასხვა სირთულის არის, ხო? ზუსტად ასევეა ჩვენი საკითხი უკვე მაღალ კლასში მათემატიკა, ან უმაღლესი მათემატიკა, უკვე სირთულეები ადამიანი ან სტუდენტი, მას უკვე სირთულეება და კი არ აღიქვამს, მას აღიქვამს როგორც ამოცანას, ეს მოცემულობაა და მას ეს უნდა ამოხსნას. აი სანამ ამ ცნობიერებაზე არ მივალთ, რომ ჩემი ოჯახის წევრი მაგალითად ასე იქცევა და მე რა გავაკეთო, ეს არის ამოცანა, რომელიც უნდა ამოხსნა დამოუკიდებლად და შეტრიალდეს საკუთარ თავში, უნდა გავაკეთოთ ეს ჩვენი კომპეტენციის ზღვარში, იმიტომ რომ გარეგანი ფაქტორი, ადამიანების დიდი უმრავლესობა რას აკეთებს, სულ ამბობდი რაზე ვილაპარაკო მეთქი და მგონი ვლაპარაკობ ხო ასე დამერწმულეთ ახლა წინასწარ არ მქონდა თემა მომზადებ ადამიანების დიდი უმრავლესობა რას აკეთებს იმას რომ გარეგან ფაქტორებზე ცდილობს ზემოქმედებას დიახ რაღაც მომენტებში გარეგანი ფაქტორებზე ზემოქმედება მუშაობს მაგრამ ძირითად შემთხვევაში ფუნდამენტალური ცვლილებები რომ მოხდეს ადამიანის ცხოვრებაში და მან შეიძინოს საჭირო უნარჩვევები და ეს იყოს მისი ალგორითმი პროგრამა და ასეთი ბუნებრივი მდგომარეობა სიტუაციების გადალახვა მაშინ რა უნდა გააკეთოს მან უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე მან უნდა შეიმუშაოს საკუთარ თავზე იმიტომ რომ მე ხო ვთქვი რომ ჩვენ დუალურ სამყაროში ჩამოვედი თუ არ მithქვამს დუალურ სამყაროში ვარ ჩამოსული სადაც ჩვენი ორ ბუნებრივობა
ბუნებიანობა, ორბუნებიანობა კარგად ვლინდება. მე თუ ეხა ვიღაცას კეთილი, კარგი, ფაფუკი და ფუმფულა ვგონი ვარ, მე შემიძლია ვიყო ცუდიც, მე შემიძლია და გამიკეთებია ცუდი რაღაცეებიც. ახლა უკვე გაცნობიერებულად ამას არ ვაკეთებ, იმიტომ რომ 8 წლი მიდის სულისთვის და თორე მე შემიძლია. ანუ ჩემს ბუნებაში ეს არის და ყველა ადამიანის ბუნებაში, მაგრამ მე ავირჩიე ბოლო წლები ადამიანში დავინახო სინათლე და სინათლე მიყვარს მათში. მათ ვიღებ მის ჩრდილოვა მხარეებს, რასაკვირველია, მაგრამ მე მიყვარს მისი სინათლე, იმიტომ რომ ის სინათლით უახლოვდება ღმერთს, იმიტომ რომ ღმერთი ეს არ არის წვერებიანი ფიზიკური მოცემულობა, ეს არის ენერგეტიკული მდგომარეობა სიტყვების გარეშე, მდგომარეობა, შინაგანი მდგომარეობა, რომელშიც დაბალანსებულია ყველა ენერგია და ჩვენ მისი ნაწილები, როგორც თქვენი სხეულის უჯრედები, ჩვენი ღმერთის ნაწილები ვართ და მე როცა სინათლე იგივე სიყვარულით, ეხლა ვიბრაციებზე გადავალ, ჰოკინსის შკალაზე გადავალ და ასე შემიძლია დილამდე ვისაუბროთ. ამიტომ გიწევთ დისფაქტორში, თუ გინდათ ღრმად გაერკვეთ, როგორ იმუშაოთ სწორედ საკუთარ თავზე. თუ ვიღაცა უკვე ნამუშევარი ხართ, იცით როგორ იაროთ სულის ევოლუციის გზაზე, წარმატებით გევლოთ, არ არის მარტივი ეს გზა, მაგრამ ნამდვილად ამისთვის ვარ ჩამოსული, არანაირი მატერია ვერ მიგვაქვს, შიშველი მოვდივართ, ნახეთ, შიშველი მოვდივართ, შიშველი შევდივართ ჩვენს პრობლემებში, პრობლემები გვაშიშულებს საკუთარ თავთან, მივყავართ ახლოს, გვაძრობს ყველა პროგრამას, ყველა შეხედულებას, ყველა დოგმას, ყველა აი იმ მტკიცებულებებს, რაშიც გამყარებული ვართ, ყველაფერს გაგვაძრობს, დაგვაყენებს საკუთარ თავთან, შიშვლად და შიშველი მივდივართ. შიშველი არა ფიზიკურად, არამედ ისე მივდივართ, რომ ვერაფერი ვერ მიგვაქვს. რა მიგვაქვს? სინათლე. მიგვაქვს სიყვარული. მიგვაქვს ის, რაც მეტი ადამიანი გადავიდა შენით სიყვარულში, განათდა მაღალ ვიბრაციებზე, რამდენად შეძელი შენ მადლის, სიკეთის, სიყვარულის გამრავლება. ეს სინათლე, დაგროვილი სინათლე შეაძლებინებს სულს, ნახეთ, ეგ დაგროვილი სინათლე სულს შეაძლებინებს უფრო, ეს არის საწვავი მისი მაღალ ცნობიერების დონეზე, მაღალ ლეველზე გადავიდეს და აღარ დაბრუნდეს დედამიწის განზომილებაში, სადაც არის ეს დუალობა, ტკივილი, ტანჯვა, სტრესი, შფოთი, ნერვიულობა, შიში. ეს ყველაფერი მახასიათებელია 3D განზომილების, როგორც მახასიათებელია ღვთიური ენერგიების, მაგრამ ღვთიური ენერგიები იმდენად ფაქიზია, იმდენად ნაზია, ისე უხილავია, იმიტომ რომ სიყვარულს ვერ შეეხები, სიხარულს ვერ შეეხები, ბედნიერებას ვერ შეეხები. უბრალოდ ეს იგრძნობა და არაცნობიერ დონეზე ადამიანებს რო ხედავ, ჩვენ ამას ვკითხულობ, ჩვენი ფაქიზი ნატიფი სხეულები ურთიერთობენ ამ დროს და ამას კითხულობენ. თუ უნარს განივითარებთ, ამისას ხო ძალიან კარგი. ამიტომ ჩვენ გვაქვს სულის ევოლუციის გზა და ჩვენი პრობლემები, ჩვენი წინააღმდეგობებია სწორედ ის, რაც გვაყენებს სულის ევოლუციაზე, რაც უფრო სული არის მოხუცი, ასე იტყვიან ხოლმე ახალგაზრდა, მოზარდი და სულის მდგომარეობაზე იტყვიან კიდე მოხუცი სულები. ანუ ბევრჯერ იყვნენ დედამიწაზე ჩამოსულები, ბევრჯერ. ეს არ არის ბევრჯერ, ეს არის ცივილიზაციებით მოდიხართ. აი ეს არის ბევრჯერ. იყვნენ გადმოსულები და
უკვე მობეზრდათ აქაური თამაშები, ისინი ფხიზლდებიან, იღვიძებენ, ნახეთ რა ეპოქა მოვიდა, რა დრო მოვიდა, ყველა დაფარული, დამალული საკრალური ცოდნა ნელ-ნელა ხელმისაწვდომი ხდება, იხსნება და ჩვენ შეგვიძლია ამ ცოდნით ვიხსნათ სული თავდავიწყების ბეჭდისგან, რომელიც ის ხო საბაჟოზე, როდესაც პატარა სხეულს, არჩეულ სხეულში ჩამოდის სული, საბაჟოზე გადის თავდავიწყების ბეჭედს ურტყავენ. ანუ ურტყავენ იქ, ისე ეს პირობაა დედამიწაზე ჩამოსვლის, ანუ მან უნდა დაივიწყოს ყველა და ყველაფერი, რაც მის სულის გადმოსახვაში იყო, თორე ამ საბაჟოს ვერ გადმოკვეთავს, უბრალოდ ის ვერ შეძლებს დედამიწაზე ჩამოსვლას, მერე გადმოდის და უკვე მიერთებები ხდება სამიდეს პროგრამებთან, ის ცხოვრობს ამ ტკივილში, ეს ტკივილები თვითონ არ არის ეს პროგრამები, რომელიც ბავშვობიდან მერე მოზარდობის დროს ჩაედო, ეს ყველაფერი არის ალგორითმები 3D-ში. 3D-ში ბატონობენ სულ სხვა არსებები, რომლის მსახურებაშიც ჩამოდიხარ შენ ნებაყოფილობით, შენ ხარ გმირი. შენ დედამიწაზე რო ცხოვრობ დღეს, შენ ხარ გმირი. აი გმირი ხარ და ნამდვილი, სულიერი და ეს თავდავიწყების ბეჭედი, რომელიც შენზე არის დადებული, დღეს ეპოქა არის ისეთი, პერიოდია ისეთი, ნელ-ნელა იხსნება და ცოდნა შემოდის, უსასრულო ცოდნა. კარგი, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მე თქვენს კომენტარებს ვერ ვხედავ. ამიტომ გადავალ იმ კითხვებზე, რომელიც იქნა დასმული. შეგიძლიათ რამე მომწეროთ. შეგიძლიათ კითხვები მომწეროთ, მე ჩატში იმაში კომენტარებში ვნახავ ამ კითხვებს და გიპასუხებთ, კარგით? გავაკეთოთ ეს. თუ გაინტერესებთ. ვისაც სერიოზულად დაინტერესებს, უკვე შეუძლია ზრდის ფაქტორში რამდენიმე დღეში ვიწყებთ და რეგისტრაცია გაიაროს. ჩვენ გავივლით 21 დღის განმავლობაში ეს საბაზისო პრაქტიკებს მიიღებთ, რომელიც რასაკვირველია თავად უნდა გააკეთოთ და დანერგოთ თქვენს ცხოვრებაში. ამის ინტეგრირებით თქვენი ცხოვრება იცვლება. ზრდის ფაქტორის უკვე 46 სეზონია. სეზონი იწყება 46-ე, 8 წელიწადი და ასობით ადამიანს აქვს ეს ტრენინგი გავლილი და ასობით ადამიანის ცხოვრება არის შეცვლილი. მათი ცნობიერების შეცვლით იცვლება მათი რეალობა. ისინი ოღონდ გულისხმობთ ის, ვინც რეალურად ეხა ასობით ადამიანიდან ალბათ ყველა არაკეთებს, არ მიყვება. ყოველ შემთხვევაში ყველასგან დადებითი და ისა მაქვს უკავშირი და ვინც მიყვება, ის რეალურად ცulis ცხოვრებას. იმიტომ რომ ნახეთ, ზრდის ფაქტორი განთავისუფლებს ზედმეტისგან, წყენებისგან, ბრაზებისგან, დამოკიდებულებას გააჩნია. ისეთ გაცნობა, მაგალითად ურთიერთობებში დამოკიდებულება, კიდევ ისეთი დამოკიდებულება, რაც გაცნობიერებასაც მოასწრება 21 დღეში. მე არ ვამბობ ძიმე ნივთიერებებზე დამოკიდებულებას, ეს სხვა და ზრდის ფაქტორი ამას ვერ უზრუნველყოფს, უბრალოდ საბაზისო ტრენინგად მაინც გამოადგება ადამიანს, რომ გააცნობიეროს, როგორ იმუშაოს ენერგიებმა. იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს ტესლას გამონათქვამი, რომ ჩვენ ბავშვობაში ხო გვასწავლეს ია და ასე შემდეგ და გვასწავლეს ბიოლოგია და ბევრი რამ გვასწავლეს, მაგრამ ჩვენთვის არავის არ უსწავლებია ენერგიებზე, სიხშირეებზე და ვიბრაციების ენა. აი ეს ენა უნდა ვისწავლოთ უკვე მოზრდილობაში გაცნობიერებულად, იმიტომ რომ ეს ჩვენი არსია, ეს ჩვენი ბუნება. ამისგან შევდგებით და ის რო ღვიძლი გული და ეს გვაქვს, ეს გასაგებია, მაგრამ ნახეთ ჩვენ დაგვასწავლეს ზედაპირზე.
ზედაპირზე ვნახოთ ყველაფერი. რატომ? იმიტომ რომ სამდეში სპეციალური პროგრამები არსებები უზრუნველყოფენ, რომ შენი ყურადღება ყოველთვის იყოს გადატანილი მატერიაზე, ზედაპირზე რაც ჩანს და არავითარ შემთხვევაში არ ჩახვიდეს სიღრმეში. შენ რომ ენერგიების, ვიბრაციების, სიხშირეების ენა ისწავლო, შენ გამოიღვიძებ. შენ თავდავიწყების ბეჭედს აიხსნი, შენ გამოფხიზლდები და მერე ვინ ყვებოს მატრიცა, ანუ დედამიწის განზომილება, ვინ აი ეს განზომილება დაბალი სიხშირე წყენით, ბრაზით, შურით, განკითხვით, გინებით, წყევლით და ასე შემდეგ, ვინ ყვებოს, ხო? ჩვენ დედამიწისთვის აქ ისე არავინ არ შემოგიშვებს, შენ ხარ მისთვის რესურსი, ანუ ნებაყოფილობით შემოდიხარ მის ფერმაში, ასე რომ ვთქვათ, ნებაყოფილობით გადიხარ აი ამ ინტეგრაციას რისთვის, რომ შენი სული როგორმე ეს სადგური გაატარო და შემდეგ უფრო მაღალ ღვთიურ ცნობიერ სადგურზე ჩამოხვიდე ახალი გამოცდილების მისაღებად. დაახლოებით ასეთი მდგომარეობა გვაქვს და ამიტომ ზრდის ფაქტორი სწორედ საბაზისო ტექნიკებს გაძლევთ. საბაზისო ტექნიკები მოიაზრებს დამკვირვებლობას, შენი ფიქრების, რომელთანაც გაიგივე, შენ ხო გაქვს წარმოდგენები. მაგალითად წარმოდგენა გაქვს რაღაცაზე, მაგალითად დავიღოთ რაზე წყალზე, ბუნებაზე, ეროვნებაზე, გვარზე, შენს გვარზე, შენს წინა ხო გაქვს წარმოდგენები, ნახეთ? ზრდის ფაქტორი უზრუნველყოფს, რომ აი ამ სპექტაკლის მიღმა დაგაყენოს. ეს ყველაფერი სპექტაკლი, ეს ყველაფერი თამაშია, სული ირჩევს ამ როლებს, რომ სულმა ზრდა და ევოლუცია განიცადოს. ამიტომ ზრდის ფაქტორი უზრუნველყოფს ამ სცენარებიდან, დრამული სცენარებიდან ხარ კიდევ გადართული, იმიტომ რომ ეს დაგასწავლეს. ასე მიგაერთეს, იმიტომ რომ შენი მშობლები რო კამათობდნენ, ან პირიქით რაღაცა ლავსთორები რო ქონდათ და ასე შემდეგ, ეს შენი პროგრამები ხდება მომავალში და ეს დაგასწავლეს, მაგრამ სიღრმეში არავინ არ გასწავლა როგორ ჩახვიდე და გაშიშვლებს, იმიტომ რომ შენ რეალურად ღვთიური, კოსმიური არსება ხარ, ღვთიური მოცემულობა ხარ, რომელიც ამ როლებს ბისთ გამოცდილებას გადის, რატო გადის ამ გამოცდილებას? კიდევ ერთხელ ჯერ ერთი დედამიწის ამაღლების პროექტში მიიღოს მონაწილეობა და ტყუილად არ ხართ ჩამოსული ზუსტად ამ პერიოდში, როდესაც დედამიწა გადავიდა მეხუთე განზომილებაში ფაქტიურად. ზუსტად ამ პერიოდში შემთხვევით არ ხართ აქ გადმოსულები, იმიტომ რომ და ვინც მისმენს კიდევ შემთხვევით არ მისმენთ, იმიტომ რომ თქვენი სული უფრო მოხუცია, არ არის ახალგაზრდა და ითხოვს სახში ღმერთთან, მამა, დედასთან დაბრუნებას, ღვთიურში გაერთიანებას. აი, ცით მშობლიურ სახში რომ მიდიხარ და ის სახში ხარ რა, გინდ წამოწვევი, ფეხზე ფეხს გადაიდებ, გინდ იმუშავებ, გინდ რაც გინდა იმას გააკეთებ, ხარ შენთვის თავისუფლად. აი ესეთი ეს ამაზე 1000-ჯერ დიდი ნეტარი მდგომარეობა სულიერ სახლში დაბრუნება. ეს არის ფიზიკურ სახლში დაბრუნება დედამიწაზე, ხო? მაგრამ მე ვამბობ სულიერ სახლში დაბრუნება, საიდანაც რეალურად ხარ. ხო? ეს უკვე არის ღმერთი მამა, დედის სახლში დაბრუნება. და ეს არის ჩვენი ღვაწლის შედეგი. ღვაწლი არ მოიაზრებს მისიას, ადამიანების გადარჯა და არა, ამას სხვადასხვა ცნობიერების დონე სჭირდება, მოიაზრებს საკუთარ თავზე მუშაობას. გააცნობიერო შენი აზრი, არსი, იმუშავე შენს აზრებთან, შენს ემოციებთან, დაასუფთავე შენი ცნობიერება, გახდი სინათლე, გახდი მზე და ამ მზემ მერე დაასუფთავოს თავისი გვარი, თავისი ასე შემდეგ,
მე დაასუფთავოს კოლექტიური ცნობიერება, მე ესე ფართოვდები ნელ-ნელა და ღვთიურდები. შენ უბრუნდები საწყის და ასე ნელ-ნელა კოსმიურ მე გეხსნება სხვადასხვა პორტალები. ოღონდ შენ თუ დღეს ჩაციკლული ხარ თანამშრომლებმა ეს რატო თქვა შენზე ან დედა რო რაღაცას გეუბნება და შენ ბრაზდები და ამ დრამულ კონფლიქტებში და დრამებში ხარ ჩაფლული, შენ გაიგივებული ხარ, შენ თავდავიწყების ბეჭედი კარგად გაქვს დასმული, როგორც მეც თავის დროზე და ვერ გამოდიხარ აქედან და რომ ვერ გამოდიხარ, შესაბამისად შენ ყვებავ იმ დედამიწის დესტრუქციულ სისტემებს, ხო ვთქვი დედამიწაზე ორივე ენერგიაა და ძირითადად დომინირებს დესტრუქციული ენერგია და ეხლა დედამიწა ჩვენი დახმარებით, ვინც სინათლის მსახურებაში, ღმერთი მამა დედის მსახურებაში გადადით და ეს ცოდნა თავისი გავლით მიაქვს მსმენელამდე ან მსურველამდე, მათთან ერთად ჯანსაღდება დედამიწა, გაია, ჯანსაღდება და უბრუნდება თავის პირველ წყაროს, ღმერთს, დედას, მამას, ჩვენთან ერთად სხვა რესურსი მას არ აქვს. ჩვენ ვართ ის, აი წარმოიდგინეთ, თქვენი სხეულის უჯრედები თქვენს სხეულის სასიკეთოდ რო არ ფუნქციონირებენ, რა ხდება? დაავადება ხდება, ხო? აი ესეა ჩვენი დედამიწა, ჩვენ ვართ დედამიწის უჯრედები და ღმერთი დედა-მამის უჯრედები და როდესაც ჩვენ ღვთიურ არხზე არ ვიბრირებ, ღვთიური არხი, ნაკადი ჩვენში არ შემოდის, რატომ? იმიტომ რომ მხოლოდ ფიზიკურში გავიჭედე. იცი რა, მე გავიჭედე იმაში, რომ ჩემი მეუღლე ასე იქცევა, ან ჩემი ნათესავი ასე გამიკეთა, ან იქ ისე ხდება და ჩემთან ღვთიური არსის ნაკადი ფაქტურად შეზღუდულია. მცირე თხელი ნაკადი ყოველთვის მოდის, თორე ცოცხალი არ ვიქნებოდი, იმიტომ რომ სასიცოცხლო ძალა ჩვენი ენერგეტიკული ცენტრების გავლით მაინც მოდის, მაგრამ ეს არის ყველაფერი თავდავიწყების ბეჭედის ქვეშ და დისფაქტორი იძლევა საშუალებას პირველი ნაბიჯები, როგორც ჩვილ ბავშვს პირველი ნაბიჯების გადადგმას ასწავლიან ფიზიკურ რეალობაში და თავისი სხეულს შეაცნობენ ასე შეიცნობ თქვენ ენერგეტიკულ მდგომარეობას, ისწავლით ვიბრაციებს, სიხშირეებს, საკუთარ თავის მოსმენას, ისწავლით თქვენი ცნობიერების სამ სხეულზე დაკვირვებას და ისწავლით თქვენი თვითშეფასების ამაღლებას, როგორც ღვთიური მოცემულობის და არა როგორც ეგოს პროგრამის. ამიტომ გიწევთ კიდევ ერთხელ კითხვებს ვხედავ და ძალიან მიხარია. კი, ძველი სულებია ის, ვინც ინტერესდება სულიერებით, მოღვაწეობს ამაში, მუშაობს საკუთარ თავზე და უნდათ თავდავიწყების ბეჭედი ახსნან საკუთარ ცნობიერებას, გამოვიდნენ 3D მატრიციდან, გადავიდნენ უფრო მაღალ ლეველზე 5D ცნობიერებაში. 5D ცნობიერება ეს არის ქრისტეს ცნობიერება, სადაც არის მხოლოდ სიყვარული და არაფერი სიყვარულის გარდა, სადაც არის მხოლოდ მსახურება, დაბალი სიხშირეებისკენ, ანუ მსახურება 3D ადამიანებისთვის. მეხუთე D ეს არ არის არც პრივილეგია, არც ეს არის უბრალოდ გახვიძება, ეს არის უბრალოდ მზაობა. მაგრამ რახან აქ ხარ, რახან მისმენ, რახან ინტერესდები ამ საკითხებით, ესე იგი შენ ის ხარ სული, რომელიც არის მეხუთესთვის მზად, განზომილებაში გადასასვლელად მზად, იმისათვის, რომ დედამიწას დაეხმაროს ამაღლებაში. კარგი, კითხვები არის მიწიერი, ყოველდღიური, დრამული და ეს ცუდი კი არ არის, იმიტომ კი არ ვამბობ, ეს არის ის, რაც
საშუალებას გვაძლევს გავიზარდოთ. სწორედ იმიტომ, რომ მეუღლესთან გაქვს კონფლიქტი, სწორედ იმიტომ, რომ კოლეგასთან გაქვს კონფლიქტი, სწორედ იმიტომ, რომ ცხოვრებაში არ ხდება ისე, როგორც ხდება. სწორედ იმიტომ, რომ ფული არ გაქვს, ამისთვის შენ ეძებ გზებს, ინფორმაციებს, ფულის გზითაც შეიძლება. აი ნახე, ფინანსური კეთილდღეობის ძიების გზითაც შეიძლება გამოღვიძება, იმიტომ რომ შენ მუშაობ, თავარია, მუშაობ საკუთარ თავზე და ის რო არ გისრულდება და არ გისრულდება, შენ ეძებ უამრავ გზებს და ნელ-ნელა ისეთი ინფორმაციები შემოდის შენთან, რომ შენ ფაქტიურად ფხიზლდები ამ 3D მატრიციდან და ხვდები, რომ რაღაც საკითხები უფრო მნიშვნელოვანია და ამ მატერიაზე მიღმა არსებობს არამატერიალური სამყარო, რომელიც ამ მატერიას განაპირობებს და უკვე სიღრმეებში, ენერგიებზე, ვიბრაციებზე და სიხშირეებზე იწყებ მუშაობას. ამიტომ არა აქვს მნიშვნელობა, ვარჯიში დაიწყეთ, მარცხენა ხელით ჭამა დაიწყეთ, თუ ცაცია არ ხართ, რაღაცა დაიწყეთ. აი დილით გაჭიმვები დაიწყეთ, ლოგინში წელვითი ვარჯიშები და რაღაცა შეცვალეთ თქვენს ცხოვრებაში, რომ ცხოვრება შეგეცვალოთ. კარგი, სამსახურთან, კოლექტივთან მაქვს პრობლემა, უფროსთან ძალიან კარგად ვარ, მომწონს ჩემი სამუშაო, მაგრამ ურთიერთობა კოლეგებთან არ მეწყობა, მათთან ვერ საუბრობ ოჯახურ საკითხებზე და არ განვიხილავთ, ხშირად ვარ მათი განკითხვის და ჭორაობის ობიექტი, როგორ მოვიქცე, როგორ მოვახერხო ყველაფრის უგულველყოფა. რატო უგულველყოფა? ეს ავიღოთ ამოცანად. არა უგულველყოთ ჩვენს ცხოვრებაში. მე ხო ეს მატრიგერებს, ანუ ტრიგერი რა არის? გამოვყავარ ემოციებზე. ეს მე მაწუხებს, იმათ საერთოდ არ აწუხებთ, მე მაწუხებს. ეს ისინი თავის ამპულაში არიან. ისინი თავის საქმეს აკეთებენ. და ანუ მე მაწუხებს ეგ საკითხი და ეხლა რა ხდება? მე რომ მაწუხებს, მე არ გამაჩნია რაღაც უნარები, რომელიც ამ საკითხს მომიგვარებს. ანუ არ ვაქვს შესწავლილი ამოცანის, ამოხსნის რაღაცა ალგორითმი. ამიტომ უნდა მოვაგვარო ეს საკითხი რამენაირად. ჯერ გავიგო რა მინდა. თუ ის რაც მინდა ამ კოლექტივში არ უზრუნველყოფდა, მაშინ დავსვათ კითხვა, რატო ვარ აქ და შეიძლება თუ არა სხვა პირობები იქნეს გამონახული. ან რა შემიძლია გავაკეთო აქ და მოცემულ მომენტში, რომ იმიტომ რომ ესე იგი გუნდური მუშაობა, კოლექტივში მუშაობა, ეს მნიშვნელოვანია. მე კარგი ვარ, არ განვიკითხავ არავის და არ მაინტერესებს სხვისი ამბები. იცით რომ მე თავიდან გითხარით, როცა მე შემიძლია ცუდიც ვიყო, მე შემიძლია ბოროტებაც ჩავიდინო, ხა ჩავიდენ თუ არა უკვე საკითხავია, მაგრამ შემიძლია, ხვდებით, ორბუნებოვნება. მე ჩემი ბუნებოვნება, ჩემი ორბუნებრო, ორპოლუსოვნება, ცუდად ყოფნა და კარგად ყოფნა შემიძლია, უბრალოდ ჩემი არჩევანი განაპირობებს ჩემს ცხოვრებას. მაგრამ მე თუ ვუარყოფ ჩემს უარყოფით, რომ მე არ ვარ ასეთი, მე კარგი ვარ, მე ყველაფერს კარგად ვაკეთებ, მე ხუთოსანი ვარ, მე მოიქნება ცხოვრებაში პრობლემა. დიახ, მე შემიძლია სიტყვაზე ჭორაობის დროს ან კოლექტივში ყოფნის დროს ვიყო უფრო გახსნილი, უფრო თამამი, უფრო მიმღები ადამიანების, ისინი არ შევაფასო, არ განვიკითხო, მივიღო ისეთები, როგორიც არიან და ამავე დროს შემოვიღო ჩემი ცხოვრების წესები. ხვალ ვაპირებ ერთ ვიდეოს დადებას ამონარით, ჩემი კითხვა-პასუხების ვებინარიდან. და საინტერესო იქნება მისი მოსმენაც, თუ გაინტერესებთ ეს საკითხი. ანუ უნდა შეიძინოთ ჯგუფური, გუნდური მუშაობის პრინციპი. მუშაობის უნარი. ეს არის თუ მნიშვნელოვანი ფასეულია თქვენთვის ეს კოლექტივი და ეს ორგანიზაცია, სადაც მუშაობთ, გიყვართ, მაშინ სადაც ვართ, იქაურ ქუდს ვიხურავთ, მოკლედ რა. შენ მაშინ თავს კითხე, რატო ვარ აქ? თუ მე ეს ცუდად მხრით, მაშინ
სხვა დააგზავნეს ივები და გადადის სხვაგან, მაგრამ ნახეთ რა ხდება ყველგან, თუ შენ არ იქნები მოქნილი, თუ შენ არ ისწავლი სწორად კომუნიკაციას, არ იქნები გახსნილი ლაღი თავისუფალი და შენ გექნება შენი ასეთი დოგმები, როგორ უნდა იქცეოდნენ ადამიანები, მე არავითარ განკითხვის ამბავიც არის, მე არავითარ შემთხვევაში არ მოვიქცევი აზრად, სადაც წახვალ ეგ პრობლემა ყველგან გაგვხვდება. ყველგან გაგვხვდება, ეს იქნება. მე ვიცნობ, მე მყოლია კლიენტები, ეხლა ინდივიდუალურებს ნაკლებად ვატარებ და ყოლია საზღვარგარეთ მუშაობ, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, იქ რა პრობლემები აქვს შიდა სამზარეულოში და როგორ აბულინგებენ, იმიტომ რომ ის არის რომელიღაცა მესამე ქვეყნიდან და რა ხდება იქ, როდესაც კომუნიკაცია შენ უნდა იყო მოქნილი. შენ უნდა იყო მოქნილი ამავე დროს გაგაჩნდა შენი პრინციპი და შენი თამაშის წესი ნელ-ნელა შეიტანო. მაგალითად, რას ნიშნავს თამაშის წესი? როდესაც მაგალითად მეზობელი ყავს სიტყვაზე ვამბობ, რძალ დედამთილი. სიტყვაზე ვამბობ, მოვიყვანოთ ესეთი მანდა გალითი, რომელიც ერთმანეთში კინკლაობენ, ჩხუბობენ, ვერ იყოფენ, ერთმანეთზე ცუც ამბობენ და მსგავსი რაღაცა. მე ვარ ასეთი აქ, რომელიც მუდმივად ორიენტირებულია სინათლეზე, სიყვარულზე, აი მე მიყვარს ბუნება, ხე-ტყე, მზე, მთვარე და ესეთი ვარ. აი ამ ტყეში ფაროსნების ძანსი აღარ ვკლავ უკვე ასე ვითვლი და ვარ, რა ვქნა, ვიღება მოცემულობას და ეხა მოდის დედამთილი და მეუბნება რძალზე ცუდს, ნახე ვიგებ ცუდს და სტოპს ვაკეთებინებ, ვაჩერებ და იცი რა, იქვე მომენტალურად გადამაქ ლაპარაკი თუ რა გააკეთა ამ რძალმა მასთან და საერთო ცხოვრებაში კარგი და ის მეთანხმება. ანუ მე გადამყავს დიალოგი კარგზე, ფოკუს ვაკეთებინებ კარგზე. იგივე მოდის სიტყვაზე რძალი, მეუბნება იგივეს გადამყავს კარგს. ყველასთან ასე ვაკეთებ, ყველასთან. ეს ჩემი თამაშის წესია და ნახე რა ხდება ნელ-ნელა ვინც ჩემთან ვერ რეზონირდება და ვეღარ მოდის თავისი მენტალური და ემოციური ნაგავით სიტყვაზე, ყოფი ცხოვრებაში ვამბობ და არა ფსიქოლოგიურ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ფსიქოლოგიაში კლიენტი ან რომ მოდის, ის ფულს იხდის და მე ვარ ვალდებული მას მოусმინო, გავასუფთავოთ, გავწმინდოთ მისი ცნობიერება და დავაყენოთ, ასე ვთქვათ, იმ რელსებზე შევაძენინოთ ახალი უნარი, მაგრამ მე აქ ამ შემთხვევაში რატო ვარ ვალდებული, რომ ვიღაცები ერთმანეთზე რო ცუც ლაპარაკობენ, ამიტომ მე შემომაქვს ახალი თამაშის წესი და ვეუბნები, ნახე იმანა იმდენი გააკეთა, ამდენი გააკეთა, ეს გააკეთა, ეს ხო ეს კაი, ეს კაია, რა კაია. მეორე მოდის, მეორე მეუბნება, აი ის. აი მახო ის არის მაინც ესეთია, ხო ხედავ რამდენი ისა და ხო, აბარა, კი. და ნახეთ რა ხდება. ჩემი თამაშის წესები შემომაქვს ამ დროს და ყოველთვის ასე ვიქცევი, როდესაც ხედავ რომ ვარ ისეთ საზოგადოებაში, რომელიც სადაც მენტალურ ზეწოლას განვიცდი, არა იმიტომ რომ ჩემზე, არამედ რაღაც ერთმანეთზე ან რაღაცა ყოველთვის ვაფიქსირებინებ ყურადღებას იმ კარგზე, იმ დადებითზე, იმ მნიშვნელოვანზე, უფრო მნიშვნელოვანზე, იმიტომ რომ ამას შეიძლება დაეყრდნო და ადამიანი ნელ-ნელა იწმინდება. იმას არ ვთვლი, რომ ახლა ადამიანები იცვლებიან, მაგრამ იცვლებიან, რატომაც არა, უკვე ჩემს გარშემო ვერ ნახავ ადამიანს, რომლებიც ჩემთან დესტრუქციულად იწყებენ ლაპარაკს. ან თუ იწყებენ როგორც ჩემი წესები, უკვე მათი არეალი მცირდება, სამოქმედო არეალი მცირდება და შესაბამისად ჩემ მეორეჯერ, მესამეჯერ უკვე ისინი ჩემთან საერთო ვეღარ აქვთ, ვეღარ. ანუ ან კარგი ამბით უნდა მოვიდნენ და კარგი უნდა ილაპარაკონ ერთმანეთზე, ან ჯობია საერთოდ არ ილაპარაკონ, იმიტომ რომ მაინც კარგისკენ გადამაქვს და რა აზრი აქვს, სად დაიცალოს, ხო? იცლება სადღაც, მოკლედ, სადაც გაზდის.
აი ასეთი ტრანსფორმაცია შეიძლება ენერგიების და აი ესეთი თქვენი თამაშის წესების შემოღება შეიძლება და არა უარყოფა, არა გაქცევა, არა უგულველყოფა, არამედ ჩვენ უნდა შევიძინოთ უნარი იმ სიტუაციაში, სადაც ვართ, იმის მოგვარების მოწესრიგების. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ახლა, თქვენ ახლა საკუთარი ურთიერთობების ამბავი ვერ მოაგვარეთ. ცხოვრებაში მე შეიქმნით ან არ ვიცი ხა ზუსტად კიდევ რაღაცა პრობლემა. იქაც ამას დაემატება ის მეორე ცხოვრების სხვა სფეროში კიდევ მესამე და იქნებით დახუნძლული სიმძიმე გექნებათ ენერგეტიკულად და ცუდად იგრძნობ თავს, იმიტომ რომ გაუცნობიერებელი პროგრამები, შეუძინებელი უნარჩვევები თქვენ უბრალოდ უგულველყავით. გამიგეთ თქვენი შინაგანი მდგომარეობა უგულველყავით და გავიქეცით სადღაც ახალი გარემო შევიქმენით. ნუ ახალ გარემოში გადავედით. კი, ახალი გარემოში გადასვლა და გარემოს შეცვლა ხშირად დადებითად მუშაობს, მაგრამ იქვე დასკვნა უნდა გამოვიტანოთ და ვისწავლოთ რამ განაპირობა რომ იქიდან წამოვიდა, რას გავაკეთებ მომავალში სხვანაირად იმ ახალ გარემოში, რომ ის რო არ განმეორდეს. აი თუ გაკვეთილი გამოვიტანე, ის საკითხები არც იქ და არც ცხოვრების სხვა სფეროში უკვე აღარ მექნება. იცი და შემდეგი კითხვა, იცით რა მინდა კითხო, ის ჩამიქრა. იცოდით? აბა მომწერეთ, რამდენად საინტერესოა ჩვენი შეხვედრა. როდესაც ნეგატივი მოდის სხვა ადამიანისგან მოდის ნეგატივი. ნახეთ, იგივე სიტუაციაა. მე რას გრძნობა ამ დროს და რა უნარი არა მაქვს, რომ ეს არ ვიგრძნო. მე რა მინდა რომ ვიგრძნო, იმიტომ რომ ადამიანები იმისთვის არსებობენ სამდეში, რომ ჩვენი გაუცნობიერებელი პროგრამები გაგვაცნობიერებინოს. მაგალითად, ზურგზე გვაქვს ხურჯინი მოკიდებული, მაგრამ არარეალური, არამედ რაღაცა ენერგეტიკული ხურჯინი, სადაც ჩვენი გაუცნობიერებელი პროგრამები არის, ჩვენ ვერ წვდებით მას, ვერ ვიღებთ, მაგრამ სხვები ამას ხედავენ და იღებენ ამ საკითხებს და ჩვენ წინ გვილაგებენ. აი ეს არის ადამიანი ჩემსკენ რო უშვებს ნეგატივს. თუ მე ვარ თავდაჯერებული, მე ვიცი, აი მაგალითად ამას წინათ საკმაოდ ცნობილმა ადამიანმა, რომელიც ჩემს სფეროშია, ისეთი დესტრუქციული კომენტარი დაწერა ჩემს ვიდეოზე, რომ უბრალოდ იცით რა არის, როცა ფიქრობ, აი ნახე რამდენად ის არის მოლოდინები, როცა ფიქრობ, რომ ადამიანი უბრალოდ ვიბრირებდეს მაღალ ენერგეტიკაზე, მისგან და მას მიყვება, როგორც ვიცი, ძალიან ბევრი, არ უნდა დაწეროს დაბალი სიხშირის კომენტარი და არ უნდა შეეცადოს საკუთარი თავის დამკვიდრებას შენს ხარჯზე. მაგრამ მე აქ ჩემი შეურაცხყოფა კი არ წავიკითხე და ეგოს ჭიდილი კი არ წავიდა, ნახეთ რა წავიდა. მე ვნახე მისი ის პოლარულობა, მივიღე ეს, ნახე, მე ვნახე მისი პოლარულობა, მე რა შვაში ვარ. ეს არის მისი კომენტარი და მისი მენტალური და ემოციური მდგომარეობა ჩადო. მე მას ვიღებ, ემპათიით განვეწყვე, მეტი სიყვარული გავუგზავნე, დაუწერე კიდეც და უბრალოდ დაუწერე სახელი და გული და გიგზავნი სიყვარულს, იმიტომ რომ მე თუ პრეტენზია მაქვს სულიერ სინათლეზე და ვთვლი რომ მზე და მზისხივი ვარ თუნდაც სიტყვაზე რო ავიღოთ მაგალითისთვის, მაშინ მე არ მივცემ ჩემ თავს უფლებას დავიდე დაბალ სიხშირე. მე შემიძლია, განა არ შემიძლია ეგოს ჭიდილი და დრამებში თავით გადაშვება. შვენივრად იქ ვიყავი 41 წლამდე. ახლა კიდევ პლუს მინუს 3-4 წელი, სანამ გავერკვევოდი ყველაფერში. კარგად ვიცურავე იქა. ვერაფერი კარგი ვერ ვნახე იქ ეგოს ჭიდილში და
გადმოვედი, ავირჩიე, მე მივდივარ ღმერთი, მამა დედისკენ, მხოლოდ სიყვარული და არაფერი სიყვარულის გარდა და დანარჩენი გამოვლინება ჩემს ცხოვრებაში კომენტარის სახით, ურთიერთობის სახით, დამცირების და ბულინგის სახით, ეს არის არა ჩემი, არამედ მისი, იმიტომ რომ მე ვიცი რას ვაკეთებ. მე ამაში მაქვს, მე ამით ვცხოვრობ, მე ამით სუნთქავ და ამას წინა ცხათა შორის მინდა მაგალითი მოგიყვანოთ, იქნებ თქვენთვისაც ეს მისაბაძი იყოს. რამდენიმე კვირის წინ მქონდა ესეთი ფიქრები, რომ აი არაფერი აღარ მაქვს სათქმელი, ყველაფერი ნათქვამია. აღარ მაქვს რამე, აი ლაივის წინ ეხლაც ვამბობდი, რა ვთქვა, რაღაც წეღან მოვამზადე, აი ნახეთ რა მხელა თემა მოვამზადე საკითხები, რომ ეს მე გადავიფიქრე, არა მეზარება, ამაზე მე ვთქვი ვის ჭირდება ეს. რაღაცა ეს ასეთი ფიქრები მქონდა ამას წინაზე, რომ იცი რა, ყველაფერი ითქვა, ყველაფერი დამუშავდა თითქოს. ეხლა მივყვები დინებას და რაც მოდის, ამას დავამუშავებ და აღარ არის საჭიროება თქო, გამოვიდე ლაივებში. აღარ მჭირდება ეს თქო რა. აი მინდა რომ აი ჩემთვის ვიყო ნაკადში და გაფიქრება და მეორე დღეს ხმა ჩამივარდა. ხმა გამიწყდა საერთოდ. ვეღარ ვლაპარაკობდი, არაფერი ამას დიდი წინაპირობა არ გქონია, რომ რაღაცა მაგალითად მეჭამა ცივი ან რაღაცა. იცით რატო, როდესაც გულის ცენტრი გეხსნება და თქვენ განაცხადს აკეთებ სამყაროში, რომ მე მივდივარ ღმერთი მამა დედისკენ და მე ვარ ღვთიური ენერგიების მსახურებაში, იქ შეიძლება რაღაცა გაიფიქრეთ, რაღაც მოგბეზდა და რაღაცა ახლა მოდი იმას გავაკეთებ შესვენებას და რაღაცას. შენ უკვე ჩამდგარი ხარ მსახურებაში და შენ სამი დეში ადამიანებს თუ ეს ჭირდება, შენი საქმე უნდა გააკეთოთ. მზეს როიფიქროს, ეხლა იცი რა, დღეს მეზარება რა ამოსვლა. მოდი რა, გადავდება მას და აღარ ამოვალ, ან რაღაცა. რომ ხებმა რო თქვან, რომ იცით რა, გვეზარება ნაყოფის მოსხმა და რაღაც. ჩვეულებრივი ამბავი, უნდა გავაგრძელოთ, იმიტომ რომ როგორც კი შეწყვეტ, ნახე რა მინდა დააფიქსიროთ, როგორც კი წყვეტ, შენ თუ გაცნობიერებული ხარ, როგორც წყვეტ შენი მისია დანიშნულების განხორციელებას და რაც გზა გარჩეული, იმას აღარ უდგები და გადავხვევ, ეგრევე გაბრუნებს უკან საკუთარ თავში და თუ აღარ დაუბრუნდები, მოდის ავადმყოფობები და კიდევ თუ არ დაუბრუნდები, გართულებები და უტილიზაცია მიდის ამ სხეულში ვეღარ ახორციელებ შენს დანიშნულებას. ანუ სხეული მიდის უკვე დაავადებებისკენ. ამიტომ ჩემთვის ეს მინიშნება იყო და გამოცხადე სამყაროსი, ოკეი, და იმ დღის მერე პოსტებს წერ. არც იმას არ ვაკეთებდი, არაფერს არ ვაკეთებდი და ვთქვი, რომ მზად ვარ გავაგრძელო და იმას, რასაც ვაკეთებ. ამიტომ, როდესაც ჩემთან ვიღაცა წერს ან ბიულინგს ან რაღაც მოკლედ ესეთ რაღაცებს ცდილობს, ეს არ არის ჩემი, იმიტომ რომ შენ უნდა იყო დარწმუნებული საკუთარ თავში და შენ რამდენი ტალახიც არ უნდა გესროლონ, ეს იქნება როგორც კედელს ცერცვიში აყარე, ყველაფერი ჩამოიშლება, შენ არ შეგეხება. როდესაც მე ვრეაგირებ სიტუაციაზე, აი ეს მეხება და ეს კარგია. ეს არის არაცნობიერი პროგრამა, რომელიც ამოიტანა ამ სიტუაცია, და ეხლა მე უნდა დავჯდე და ვიმუშაო. უბრალოდ ვიმუშაო და ზრდის ფაქტორის სწორედ იმ ელემენტარულ სამუშაო მეთოდებს და ტექნიკებს განა. მე არ ვამბობ მე სამყაროს ანაბან არის ცნობიერების ფილტრები. ეხლა ვმუშაობ სიყვარულის დროაზე და ეს არის ბომბა. ეს არის ქალის და მამაკაცის ენერგიები, ძირითადად ქალზე, სიყვარულზე, ენერგეტიკულ დონეზე და ეს საერთოდ არ ვიცი. გამოყირავებაა მთელი ქალური ენერგიების და რა ვარ და საწყის. ეს
ამაზე არ ვამბობ. მე ვამბობ უბრალოდ ზრდის ფაქტორზე, რომელიც საბაზისოა და თქვენ საერთოდ შეიძლება არ გაიაროთ სხვა ტექნიკები, თუ ზრდის ფაქტორში მიღებულ ტექნიკებს სავარჯიშოებს, ამას გაითავისებთ, დამკვიდრებთ და გენერირებას მოახდენთ თქვენს ცხოვრებაში, თქვენს ყოველდღიურობაში, ხო? თქვენ შეგეცვლებათ ცხოვრება, როგორც, რა ვიცი, ათასობით ადამიანს შეეცვალათ ცხოვრება ამ 8 წლის მანძილზე ზრდის ფაქტორში მონაწილეობით. იმიტომ რომ უფრო მაღალსული სხვაგან წავიდნენ სწავლებები მიიღეს, ვიღაცა ამ პროფესიის გახდა, ვიღაცამ ხატვა დაიწყო, ვიღაცამ ლექსის წერა დაიწყო, ან გაიხსენა მივიწყებული, რაც ქონდა და არაფასებდა და ნელ-ნელა როცა იწყებს შენი სულის დანიშნულების გაყოლას, მიყოლას, შენს წინაშე იხსნება ახალი და ახალი გზები, ახალი შესაძლებლობები. კარგი. ხო, შემდეგი კითხვა, არ მინდა მივწერო ადამიანს, მაგრამ მაინც ვწერ მოკითხვისთვის. ის არასდროს მომწერს, არასდროს მომიკითხავს. ჩემს გზავნილ მესიჯებზე ხან პასუხობს, ხან არა. რატომ წერ ამ ადამიანს, რა გავაკეთო, რაღაც ძალას მივყავარ მისაწერად, რა ქვია ამ საქციელს და რა გავაკეთო. ნახეთ, მე მაქვს წარმოდგენები, მე მაქვს მოლოდინები, მე მაქვს შეხედულებები, რომ ადამიანებმა უნდა მომწერონ და რახან მე ვთვლი თავს ვალდებულად მივწერო და რახან მე ვთვლი თავს ვალდებულად მივწერო, ისინიც ვითხოვ მე, ისინიც ვალდებულია ელემენტარულად მომიკითხონ, მაგრამ ერთი უნდა გავიგოთ, რომ არავინ არავის წინაშე ვალდებული არ არის, სულიერ სამყაროს თვალსაზრისით თუ განვიხილოთ, 3D მატრიცის თვალსაზრისით ვალდებულია. ნახეთ 3D, იმიტომ რომ რო არ მოგწევს, მე შენ გწყინს და ამ წყენით იკვებება 3D. შენ მისთვის რესურსი ხარ, სათბურში ხარ, ერთ-ერთი რაღაცა რესურსი, რომ შენ წყენაში გადაგაგდოს, ბრაში გადაგაგდოს განკითხვაში. ეს არის დაბალი სიხშირეების, სუბსტანციები, საკვები, გრძნობები და ემოციები, ამაზე გაგიყვანოს. ამიტომ იქ გაქვს დოგმები, რომელშიც შენ გზრდიან ისედაც და ნახე, მე როდესაც გავუშვი მოთხოვნილება ვიღაცამ დამირეკოს და ვიღაცას დაურეკოს ეს მევალდებულება, იმის მერე ჩემი ცხოვრება შეიცვალა. აგერ ჩემ დას ვხედავ, ჩემ ძვირფას საყვარელ დაიკოს ვხედავ და ესეთი დღე აქვს ხოლმე, ჩამოვლის დღე. ყველა ახლა ჩატები არის უფრო ნათესავებში და რაღაცა, მაგრამ არის რომ ჩამომივლის დამირეკავს და შეიძლება თვე გავიდეს რაღაცა ვერ დაურეკოს, წყენას არ ვიდებ, ან არ დამირეკოს, ან ვერ დაურეკო, იმიტომ რომ მას თავის ცხოვრება აქვს და ჩაფულია ყოველდღიურობაში, მეც მაქვს ჩართული ვართ, მაგრამ გვაქვს ეს სიყვარული და უპრეტენზიობა, მოლოდინები გაშვებული. იგივე შემიძლია იშვილებზე, ძმისშვილებზე ვთქვა, არ არის აუცილებელი იყო მომთხოვნი. რატო ვითხოვთ, იცით? იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება არ გვაქვს. ადამიანი ითხოვს და მოლოდინებშია, იმიტომ რომ არ არის თავისი ცხოვრება, არ არის კმარი, არ ცხოვრობს თავისი ცხოვრებით, თავისი ინტერესებით. ამგეთ არ ცხოვრობ. როცა შენი ცხოვრები ცხოვრობთ, გაქვს საყვარელი საქმე, აკეთებ ამას, ზრუნავ და ვითარდები, შენ აი როგორც ჩემი დააკეთეს, დღეებს გამონახავ, დაინიშნავ და აი აქ ხაუცლი რამდენი ხანი არ დამირეკო, უნდა დავრეკო, კვირა დღეა, შაბათი დღე, უნდა დარეკოს. ან რაღაცა ხო გამიგეთ. აი როცა შენ დაკავებული ხარ, შენ არ გაქვს ჩართული მოლოდინები. წარმოიდგინეთ ახლა თქვენ, ვინც ეს კითხვა მომწერეთ, რომ თქვენ ხართ რეალიზებული, წარმატებული, კმარი, ყველაფერი გაქვთ, რაც გინდათ ცხოვრებაში და ხართ გზაზე, რომელიც აი ბედნიერების წყაროა, ბედნიერების რესურსია. თქვენთვის ყოველი დღე სიხარულია და ჩართავდით თუ არა ამ მოლოდინს, რომ ვიღაცას ვურეკავ, ის არ ნუ ვწერ არ მწერს, ნუ მომწერს. კი არ ჩავთვლი, რომ მე კი არ შემეხება ეს და ჩემს ეგოს კი არ გააძლიერებს, რომ აი მე რამდენს ვაკეთებ მისთვის, მე მოვიკითხავ, ერთი მაინც მომიკითხოს. აი ეს არის ეს დესტრუქციული დიალოგები და ამიტომ უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე. ხვდებით? ესენი გავასუფთავოთ, ეს არის ზედმეტი ბარგი. ამისგან უნდა ესენი გავუშვათ, გავასუფთავოთ, გამთავისუფლდეთ
კომენტარებს უყურებ. გავასუფთავოთ, ხო? ეს ყველაფერი გავასუფთავოთ. კარგი. მე ამოვიწერ კიდევ, მე მგონი უკვე 1 საათია ვარ და საკმარისია დღეს, ხო, შეხვედრა. თუ თქვენ თანახმა ხართ, ხვალად შევხვდეთ საღამოს 8 საათზე, ძალიან კარგი მშვიდი საღამოა, აივანზე ვზივარ და თბილი საღამოა, შემოდგომის სურნელით. და ხვალ ისევ 8 საათზე გელოდებით, გადაზიარეთ ვიდეო, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოგვიერთდეს და გიწვევთ ზრდის ფაქტორში საბაზისო ტექნიკები ცხოვრების შესაცვლელად ეს თქვენთვის თქვენ გელოდებათ. კიდევ ერთხელ ხშირად მეუბნებიან, რომ ამდენი წელია გისმენ და ვერ გადავწყვიტ 8 წლის განმავლობაში, 9 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც ვერ გადაწყვიტე ზრდის ფაქტორში მოსვლა. ეს არის პროგრამა. ეს არა ზრდის ფაქტორს კი არ ეხება, ეს ეხება თქვენს ცხოვრებას. ანუ თქვენი ცხოვრება გაგვთ გადადებული. ანუ თქვენს ცხოვრებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, მინდები, სურვილები და რაღაცა, რომელსაც გადაწევთ და ასე წინ მიდის ის და თქვენ ასე ვთქვათ, ხართ ისევ ესე წრეში, როგორც ზაზუნა, მასში ბორბალში, ტრიალებთ ერთი და იგივე ყოველთვის და არ იცვლება ცხოვრება ფაქტიურად, იცვლება ნელ-ნელა და ზრდის ფაქტორი დაგეხმარებათ, გაცილებით სწრაფად, საკუთარ თავზე მუშაობით, თქვენ მოიცილოთ ზედმეტი, იმიტომ რომ ზედმეტი ტვირთის მოცილებით, ზედმეტი აზრების, ზედმეტი ემოციების გაშვებით, განთავისუფლებით, ნახე რა ხდება, თქვენ გინთავისუფლდებათ ღვთიური ენერგია ქმნისთვის და თქვენში შემოქმედი ძალა მატულობს. ეს ამაშია საიდუმლო. თქვენ უკვე აღარ ხარჯავთ ღვთიურ ენერგიას, რომელიც არს თქვენ წარმოდგენთ, ამისგან შედგება, ამისგან ხართ მოქსოვილი. ღვთიური ენერგიისგან ხართ მოქსოვილი, უბრალოდ დაბალი სიხშირის აზრები და ემოციებს დაბმული ყავხართ 3D მატრიცის ცნობიერებაში. ნახეთ, ამას ყავხართ დაბმული, თორე ღვთიური არსია თქვენი. როდესაც თქვენ ამ ბმებს ცნობიერების ფილტრებიც გვაქვს ჩვენ, სადაც ეს სერიოზული ჩახსნა მიმდინარეობს კვანტური ფსიქოლოგიის ტექნოლოგიით, არა დედამიწისეული ტექნოლოგია, ეს არ არის ფსიქოლოგიური, ეს არის ერთ-ერთი ნათელი ცივილიზაციის ტექნიკა, ვხმარობთ იმისთვის, რომ ჩვენ განთავისუფლებთ 3D მიბმისგან, იმიტომ რომ ეს ძალიან მარტივიც არ არის 3D მატრიცის ბმები რო ჩაჭრა, ძალიან ბევრი გაცნობიერებები ჭირდება ამას და უფრო მაღალი დონიდან ტექნოლოგია, ვიდრე 3D-ში შეიძლება არსებობდეს. კარგი, მე ამოვიწერ კითხვებს, კარგით? და ხვალ ისევ 8 საათზე შევხვდეთ. დიდი მადლობა, ვინც იყავით. მადლობა კომენტარებისთვის და გელოდებით ხვალ 8 საათზე. დროებით გოცნით და გიწვევთ ზრდის ფაქტორში. დროებით.